როგორ გაჩნდა თვითპროგრამირების დღიურის იდეა? ზოგადად ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ და უმეტესობა გენიალური რაღაცების ზარმაცი ადამიანების მოფიქრებულია. გულისხმობ იმას, რომ მე მინდოდა რომ შემექმნა ისეთი რაიმე, არ ვიცოდი ჯერ არ ერქმეოდა ამას, სადაც ადამიანი ჩაწერდა, წერას დაიწყებდა და ამ წერით ტრანსფორმირდებოდა. ძალიან ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მე დავსწრებივარ დაუშვათ რაღაცა ტრენინგს და არ მქონია დიდი სურვილი, რომ იმ ჩემს ძალიან პრივატულზე, ძალიან პირადულზე მესაუბრა და სენსიტიურ თემებზე. და დღიური არის ზუსტად ის ამბავი, რომელიც გააძლევს საშუალებას ძალიან გულახდილი იყო მასთან და ზოგადად გულახდილობით მიიღწევა ზუსტადაც კარგი შედეგები და ტრანსფორმაციული თვითპროგრამირების დღიური შექმნის იდეა სწორედ მაგიდან წამოვიდა, რომ შესძლებოდა ადამიანს განმარტოვება საკუთარ თავთან, საკუთარი თავის უკეთგაცნობა და შემდგომ უკვე თავისი სასურველი ცხოვრების მიღწევა. როგორ შეიძლება ადამიანმა ის სწორად გამოიყენოს? ალბათ იგულისხმება თვითპროგრამირების დღიური. თვითპროგრამირების დღიური ორ ნაწილად დავყავი, სწორედ მაგის გამო, რომ ძალიან ხშირად მაქვს შემთხვევა, როდესაც სესიაზე მეკითხებიან, რომ არ ვიცი რას მინდა ვსაქმიანობდე, არ ვიცი რა მინდა პირად ცხოვრებაში, ზუსტად არ ვიცი საერთოდ მინდა თუ არა ოჯახი, ან რა მინდა და სწორედ მაგ კითხვებზე პასუხის მისაღებად არის პირველი ნაწილი თვითპროგრამირების დღიურის და სადაც ხდება საკუთარ თავის ჩაღრმავება, უკეთგაცნობა, სურვილების გაცნობიერებაც და მეორე ნაწილში უკვე ეს გაცნობიერებული ადამიანი და უკვე კარგად გაცემული გაქვს კითხვებზე პასუხი, იწყებ უკვე აი ამ სასურველი პროგრამის სურვილების ჩაპროგრამება საკუთარ ცნობიერებაში თუ ქვეცნობიერებაში. ასე რომ გამოყენებაში იგულისხმება ის, რომ ყოველ დღე რაღაცა ნაწილი, დღის რაღაც ნაწილი, არ ვიცი, ეს ინდივიდუალურია, ვის რამდენი დრო შეუძლია გამოუყოს, თუმცა მოდი ვაღიაროთ, რომ თუ კი მე ჩემს საუკეთესო ცხოვრებას ქმნი იმ მომენტში, როდესაც მე ვარ ფულწრფელი და ვწერ და ვცემ პასუხებს თვითპროგრამირების დღიურში, მე მგონი ღირს რომ დროც გამოვა. რას თავაზობ მათ, ვინც ფურცლიდან იწყებს საკუთარ გზას? იგულისხმება ალბათ ახალი ფურცლიდან იწყებს ცხოვრებას და საკუთარ გზას. ხო, აი ამ საკითხზეც დამისვავს კითხვა ჩემი კოლეგებისთვის. უნდა იცოდეს თუ არა რას იგრძნობს, როდესაც ის და გააჩნია ალბათ ასაკს, რომელ ასაკში იწყებს ახალი ფურცლიდან. იმიტომ რომ რაც უფრო ასაკი არის მაღალი, უფრო მეტი რამის გადაწერა უნდა ადამიანს, იმიტომ რომ ის ახალი ფურცლიდან რომ დაიწყოს, ძალიან ბევრი რაიმე უნდა შეცვალოს. და როდესაც მოდის 19 წლის გოგო ან ბიჭი და მეუბნება რომ მე ახალი ცხოვრება მინდა, იქ ძალიან ადვილად არის ყველაფერი, ესე ვთქვათ. ასე რომ ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ყველა შემთხვევაში. ასევე უნდა იცოდეს, რომ თუ ის ცხოვრება, რომელიც მას უნდა რომ ააშენოს იმ ახალი ფურცლიდან, ძალიან განსხვავდება იმ ცხოვრებისგან, რომლითაც იცხოვრა, ცოტა გრევისთვისაც უნდა მოემზადეს. იმიტომ რომ თუ არ დაანგრია ის ძველი შენობა და ძველ ფუნდამენტზე დაიწყო ახლის აშენება, ვიცით რა, როგორც ხდება ასეთ შემთხვევაში, სახლი არ არის, მერყევია მოკლედ. ასე რომ ადამიანები, ვინც ახლა ახალი ფურცლიდან იწყებენ ცხოვრებას, მზად უნდა იყვნენ ამისთვის, თუმცა აი ზუსტად ეს მომენტი, რომ ამას ჩვენ ფსკერზე ფეხის დარტყმასაც ვეძახით ხშირად. სწორედ ეგ ძალა შემდეგ, როდესაც ფეხს ურტყავ ფსკერზე, ის გაძლევს ინერციით ამოხვიდე უფრო გაზრდილი, უფრო კარგი და უფრო სასურველი ცხოვრება შექმნა. და აი ეს ფსკერზე ესეც ცოტა ისეთი საკამათო თემა, იმიტომ რომ ფსკერზე ფეხის დარტყმა უწევს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმ ადამიანს, ვისაც
წარსული ცხოვრება და მომავალი ძალიან განსხვავდება. იმას არ უწევს, ვინც აპირებს ოდნავ შეცვალოს, გაუმჯობესოს, ანუ კარგი ქონდა, მაგრამ უფრო უკეთესი უნდა. ესეთ შემთხვევაში უფრო ადვილად არის საქმე და ახალ ცხოვრებასაც, ესე ვთქვათ, ახალი ფურცლიდან უფრო ადვილად იწყებს. ხოლო დანარჩენებს კი მონდომებას გისურვებთ, мотивაციას გისურვებთ და ერთი რაღაც უნდა იცოდეთ, რომ ეს ამად ღირს. მოდი პირველ წინა კითხვას მიუბრუნდები და ცოტა განმავრცობ, რომ რატომ ღირს ახალი ფურცლიდან ახალი ცხოვრების დაწყება ნებისმიერ ასაკში. რას მიიღებ? ხო შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რომ რატომ უნდა გავიარო ეს ყველაფერი, მით უმეტეს რომ შეიძლება მეტკინოს, შეიძლება ბევრი ნგრევაც მოყვეს იმ ახლის აშენებამდე. რატომ უნდა გაიარო და რას მიიღებ ამ ყველაფრისგან? მიიღებ იმას, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ შემდეგ ცხოვრებისეულ გამოწვევაში შენ ყოველთვის ეყოლება ყველაზე დიდი საყრდენი, ეს არის შენი საკუთარი თავი. და ეს საყრდენი ეხლა უნდა შექმნა. და სადაც არ უნდა წახვიდე მერე, შენ ემიგრაციაში წახვალ, დარჩები სამშობლოში, იმუშავებ იმ სამუშაოსა, ყველგან ხარ იმ საყრდენით და ძალიან ადვილად უმკლავდები ყველაფერს. ეს კითხვაც ხშირად ისმის ჩემი კლიენტებისგან, რომ აღარ მექნება გამოწვევები, აღარ ვიქნები ცუდად, აღარ მოხდება ჩემს ცხოვრებაში ცუდი რაღაცები, იდეალური ხომ არ გახდება ცხოვრება? არა, იდეალური არ გახდება. ის გახდება, დარჩება ისეთი როგორც იყო, უბრალოდ შენ შეიცვლები და შენთვის უკვე ის გამოწვევა, რომელიც ადრე იწვევდა ერთი კვირით ან ორი კვირით ან ერთი თვით ამოვარდნას რეალობიდან, ზოგ შემთხვევაში ლოგინად ჩავარდნას, ზოგ შემთხვევაში უძილობას და დეპრესიას თუ ყვებით აშლილობას აღარ გამოიწვევს. უმეტესობა გამოწვევას, ცოტა ისეთ გამოწვევას ვლაპარაკობ ხა ნეგატიურს, აისხლიტავ და ის გამოწვევა, რომელიც შემოვა შენთან თუ ვერ აისხლიტე, უბრალოდ ძალიან მინიმალურ რესურსს წაიღებ შენგან. და 1-2 დღეში გადაჭრი, როცა უნდებოდი. ადრე დაუშვათ 2 კვირა და 1 თვე იმის გადაჭრას. და ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ ბედნიერების შეგრძნება დაყვება ყოველთვის. მაშინაც, როდესაც საბანკო ანგარიშზე ძალიან დიდი თანხა გაქვს და მაშინაც, როდესაც დიდი თანხა არ გაქვს. არ ახარ დამოკიდებული ისე მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გარშემო რა ხდება. ან ქვეყანაში რა ხდება, ან პოლიტიკაში რა ხდება. ანუ ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც შენ იძენ სწორედ ამ ტრანსფორმაციის გზაზე. ერთი ფრაზა, რომელიც თქვენს გზას აღწერს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ხო, გზა თავისუფლებისკენ.